აი მოკლედ არ შემილია რა ეს ილია-უნის ათეისტი ლექტორები რა, რომლებიც აი ამ თავიანთი ლიბერალური პროპაგანდით აშტერებენ ამ ახალგაზრდებს და სტუდენტებს და ისეთი სახის სარეველებს ესე თქვათ ასაზრდოებენ მათ გონებაში, რომელიც მერე ფორმირდება და დაახლოებით ესეთი ტიპები იჩითებიან მერე. მეგობრებო, დღეს ჩვენი მთავარი კრიტიკის ობიექტი არის ფილოსოფოსად წოდებული გიორგი მაისურაძე, რომელიც არის ილია-უნის ლექტორი, რომელიც ასაზრდოებს ათეისტურ, მატერიალურ და დიალექტურ მატერიალურ და ისეთი სახის ნარატივს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების სრული გამოშტერებისკენ, აი ხა საუბრობს რელიგიის კრიტიკაზე, ოღონდ რელიგიის კრიტიკაზე საუბრობს სოციოლოგიური გადმოსახედიდან და არა თეოსოფიური, რაც ფუნდამენტურად განსხვავდება. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვაპირებ, რომ გავაკრიტიკო ზოგადად ქართული უნივერსიტეტები, გავაკრიტიკო ქართველი ბანძი ლიბერალი ლექტორები, გავაკრიტიკო ის საზარელი პროპაგანდა და საზარელი სასწავლებლები, სადაც ზრდიან და აშტერებენ ამ ახალგაზრდობას, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ასევე შეგიძლიათ გამოვყეთ Instagram-ზე, ახალი Instagram-ი შევქმნი, კიდევ ერთხელ შეგახსენებ და ყოველდღიურად სთორებით ძალიან საინტერესო პოსტებს ვდებ. შეგიძლიათ აღწერაში ამითებული ლინკი გადახვიდეთ, დამოფოლოვოთ და ვიდეოს ყურება გააგრძელოთ. ახლა კი გადავიდეთ და მოდი ეტაპობრივად გავაბათილოთ, ეტაპობრივად ვამხილოთ ის სიცრუე, რასაც აი ამ ბავშვებს და ამ სტუდენტებს ასვენინებს. მიაჩნია, რომ რელიგიას არ შეუსრულებია ის როლი, რომელსაც ჩვენ მას მივაწერთ, რომ თითქოს ის იყოს ამოსავალი საყრდენი ადამიანის ნეოპრიობისა და მორალურობის. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგადად როდესაც რელიგიაზე საუბრობ და კონკრეტულ მაგალითებს შემდგომ მიღებ უკვე ქრისტიანობიდან, ეს არის არასწორი, რადგანაც როდესაც რელიგიას მოიაზრებ და როგორც ამან უწოდა, რომ ჩვენ როგორც მივაწერეთ, რომ ის უნდა იყოს მორალური და ზნეობრივი წერტილიო, აქ საუბარი არის საერთოდ არასწორ სიფრთხეზე დაყენებული, რადგანაც ეს ადამიანი ცდილობს სოციოლოგიურად, ანუ სოციოლოგია არის ცალკე მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს მედლის მეორე მხარეს, აი მაგალითად თუ არსებობს ფილოსოფიური მცნება, ღმერთის ონტოლოგიური საწყისი, ანუ ზოგადად ონტოლოგია, რომელიც არის პირდაპირ ფილოსოფიის საკითხი, რო არსებობს მაგალითად ეპისტემოლოგია, რო არის გნოსეოლოგია, ანუ რაც პირდაპირ ფილოსოფიას ეხება, ანუ ეს ადამიანი ატრიალებს ამ ყველაფერს და სოციოლოგიურად უდგება ამ საკითხს, რომ ადამიანებმა მიაწერეს, რომ ეს არის ზნეობრივი მორალური არბიტრაჟი ამ ყველაფრისო რა, ანუ რელიგიაში შეიძლება ეხა განიხილო ისლამი მაგალითად, ხო, ასევე რომელიც შიიტური ისლამი პირდაპირ ხო აგებულია ძალადობაზე. მაგრამ თუ შენ რელიგიის კრიტიკას იწყებ, აბსოლუტურად ვალდებული ხარ შენ ეს დააკონკრეტო. ამას ეს არ აკეთებს. ზოგადად საუბრობს, რას იმაზე მიუთითებს, რომ მაგ არის მთავარი ამოცანა მაქსიმალურად დააკნინოს სარწმუნოების როლი. ეხლა გავაგრძელებ. ის პირიქით იმასაც ამბობს, რელიგიის სახელით იჩაგრებოდნენ ადამიანები. ის პირიქით იმასაც ამბობს. ნახე? სად ამბობს? ანუ ბიბლიაში სად ამბობს, პირიქით იმასაც ამბობს. ავი, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ბიბლიაში არსად არ წერია ეგეთი რამე, რომ ის იმასაც ამბობს, რომ რელიგიის სახელით იჩაგრებოდნენ. ანუ ნახეთ, ეს ადამიანი რეალურად საუბრობს რელიგიის სოციოლოგიურ კრიტერიუმებზე და არა თეოლოგიური კუთხით აკრიტიკებს მას. აი ეს პრობლემა ქონა რიჩარდ დოკინსი, ცნობილი ათეისტია, რომელიც თავის წიგნში The God Delusion, ანუ ღმერთის დელუზია, ის განიხილავს ესეთ რაღაცას, რომ ღმერთი იმიტომ არ არსებობს, რომ ღმერთი რო არსებობდეს, სამყაროში ეშმაკი არ არსებობდა, ანუ ბოროტების პრობლემა არ არსებობდა. ანუ ამ კითხოს, ოდესაც შენ სვავ, უნდა გააცნობიერო, რომ რომელ რელიგიურ ონტოლოგიურ საწყისზე საუბრობ. იმიტომ რომ ჩემი ღმერთი, რომელმაც გამოგვიცხადა ჩვენ თავი, მაგსავს გაცხადებული და მიცემული ადამიანისთვის თავისუფალი ნება. და თავისუფალი ნების შემდგომ, რასაც ადამიანი ჩადის, ეს ადამიანის კისერზეა და არა ღმერთისა და რელიგიის. და ნახე რა აქცენტები არის, ანუ ფილოსოფოს ეს არ უნდა ესწავლებოდეს რეალურად რა, ანუ მართლა არ უნდა ესწავლებოდეს. შენ თუ ხარ სოციოლოგი, მესმის სოციოლოგიური კრიტიკა მესმის, ხო? რელიგია ადამიანების მართვის ის არის, ეს მედლის მეორე მხარეა, რა თქმა უნდა, მაგრამ რელიგია ასევე ემსახურება ადამიანის გადარჩენას, ანუ მედლის რომელი მხარე დაფასებ შენ ამ ყველაფერს. და თუ შენ მიდიხარ იქამდე, რომ საუბრობ, რომ რელიგიის სახელი ჩაგვრა ხდებოდა, უნდა დააკონკრეტო რომელი ისტორიულ პერიოდში, რომელი დენომინაცია ხდება ყველაფერს, აქ რა თქმა უნდა საუბარი მიდის ლათინთა და კათოლიკეთა ეკლესიაზე, ხო? დავი მართლმადიდებლები მაგას არ აკეთებდნენ. მაგრამ ამას არ აკეთებენ, შეგნებულად საუბრობენ ობიექტურად, გაიგე, რომ შენ დაგაეჭვოს შენ სარწმუნოებაშიც. აი ეს არის მავნებლობა. რელიგია იცავდა სწორედ იმ იერარქიებს, რასაც ეფუძნებოდა ადამიანთა სოციალური ჩაგვრა, რაც კანონობდა, თქვა, ფეოდალებს იმას, რომ ხმები ყოლოდათ და ხმები დაეჩაგრათ და როგორც ცხოველებს და არა ადამიანებს ისე მოპყრობოდნენ. და ეს ამის საფუძველი და თვითონ ეკლესია იყო ფეოდალი და ჰოგეონები და საუბარი მიდის წმინდა წყლის კათოლიკურ ეკლესიაზე, ირიბად. ან წმინდა წყლის ლათინთა ეკლესიაზე, როგორც რელიგიური ინსტიტუტი,
როგორც რელიგიური, ესე ვთქვათ, აპარატი, ჩვეულებრივი შემავალი აპარატი, რადგანაც აქ მეგობრებო, ნახეთ როგორი თემა არის. ხა მარტივად შევხედოთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, რელიგიის სახელით ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჯვაროსნული ლაშქრობები მოეწყო იმის გამო, რომ ისლამური ექსპანსია, როდესაც დაიწყო და გაფართოვდა საერთოდ ამ მთელ მსოფლიოში ეს ისლამი, რომელიც იყო ყველაზე მზარდი მონოთეისტური რელიგია, ამის საპასუხოდ ურბან მეორე მიუთითა ესეთი რამე, რომ მოდი შევიკრიფოთ ეს გლეხობა ვინებისო და გავიდეთ წმინდა მიწა გამოვიხსნოთ. ქრისტეს სახელით, რა თქმა უნდა, ქრისტეს სახელით ხდებოდა კიდევაც ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ეს ადამიანი რასაც აკეთებს, ნახეთ, იმას კი არ საუბრობს, აი კონკრეტულად ის ქმედება, რომელსაც ჩვენ ღმერთის სახელით ჩადიხარ, ეს არის არასწორი. იმიტომ რომ ღმერთის სახელით ჩვენ მკვლელობას არ უნდა ახდენდე, რადგან ხარ ქრისტიანი. ეს რო თქო სწორი იქნებოდა. მაგრამ ნახე ეს რასაც აკეთებს, რელიგია თითქოს აიძულებს ადამიანს, ანუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ქრისტიანობაზე აქვს საუბარი, რომ უნდა ადგე და ვითომ იზალატო სხვაზეო. ანუ და ეს ადამიანია რეალურად ფილოსოფოსი და ეს ადამიანი ასწავლის ამათ? ანუ სერიოზულად? ადამიანს რომელსაც ვერ გაურჩევია რა არის თეოლოგიური კრიტიკა, რა არის სოციოლოგიური კრიტიკა და რა არის ისტორიული კრიტიკა. იმიტომ რომ ჯვაროსანი ორი გადმოსახედიდან არის მტყუან მართალი. პირველი მართალია იმ გაგებით, რომ ის იყო რეაქცია ისლამური ხალიფატის მზარდ მონოთეიზმზე მთელს ევროპაში და ასევე აფრიკის ჩრდილოეთით და მცირე აზიაში და მეორე მტყუანი იმაში იყო, რომ ქრისტეს სახელით ხოცავდნენ. ანუ შენ თუ ობიექტური ფილოსოფოსი ხარ და ეს უნდა იყოს ობიექტური. ეს რა თქმა უნდა იყოს ლექტორია, ხო? რა ვიცი, რავი მეეჭვება. საერთოდ აი ისლამ ახაჩევმა თქვა ესეთი რაღაც რა. ჯასტინ პორიეს ააქო, დასტინ პორიეს ააქო შავი ქამარიო. აი who give? აი ვინ მიცა დასტინ პორიეს შავი ქამარი? აი ვინ მიცა ახლა გიორგი ბაისურაძეს ფილოსოფოსის სტატუსი? აი ვინ მიცა ძალიან მაინტერესებს. რომელიც ადამიანი ვერ ასხვებს სოციოლოგია რა არის ისტორიოგრაფია და რა არის ფილოსოფიური კრიტიკა. და ეს აჯაფსანდალი ერთად აი როგორც რიჩარდ დონკინსის მსოფლმხედველობა და ათეისტებს რაც ახასიათებს. იმიტომ რომ ახლა ათეისტებში ყოფილა ბევრი, რომელსაც მე პატივს ბერტრან რასელი ძალიან მაგარი იყო. და ის კონკრეტული აი იმ პრიზმიდან აკრიტიკებს, რაც გასაკრიტიკებელია. და ფილოსოფიურად უდგება და ბაზარი არა იყო შოპენჰაუერი ეგენი, რომელიც ან წინა ფილოსოფიურად განიხილება. აი ეს რიჩარდ დოკინსობა და აი ეს აჩაფსანდალი რო აქვს გონებაში რა, მოდი სოციოლოგიურადაც გავაკრიტიკო, მოდი ფსიქოლოგიურადაც ეს ადამიანის ოპიუმია, როგორც მარქსი ამბობდა, მოდი ისტორიულადაც გავაკრიტიკო, ეს აჩაფსანდალი, ეს არ მეტყველებს ადამიანის ჯანმრთელ ინტელექტუალურ შეხედულებებზე. და საერთოდ არაგულწრფელი ინტელექტია, მე თუ მკითხავთ ძალიან. ასევე ეპყრობოდა ადამიანებს და ვინც წინააღმდეგობას უწევდა უმკაცრესად უსწორდებოდა თუ კი ჩვენ გავითხრენებთ შუა საუკუნეების ეკლესიის ისტორიას და მეორე მხრივ ადამიანების არანაირად მორალური ეკლესიას არ გაუხდია, იმიტომ რომ როგორ გეკატრება? აიღე სტატისტიკა ნებისმიერი. აიღე ნებისმიერი ისტორიული კლასიფიკაცია და დადემა კიდაზე, თუ სარწმუნოებას ადამიანი უფრო მორალური არ გაუხდია, თუმდაც ღვთის შიშით. რას ლაპარაკობთ ხალხო? ის რომ ადამიანს სინანულს მონანიებას, რაც ქრისტიანობის ფუნდამენტური რამ არის სინანული, ხო? ამას რომ ეკლესია ასწავლის. ამას რომ ქრისტიანობა ქადაგებს. შეადარე ნებისმიერი სეკულარული ქვეყანა. გაციებული და ემპათიისგან დაცლილი ადამიანი. არა უბრალოდ როგორი თვალში ნაცრი შეყრა არის და როგორი სამიზნე არის ამ შემთხვევაში ის რომ შენ მაქსიმალურად ჩირქის ხო ეკლესიის როლს. აიღე საქართველო, ჩემო ძვირფასო ლექტორ, ფილოსოფოს, ლიბერალო, აიღე საქართველო. რომ არა ქრისტიანობა პირველივე არაბული ლაშქრობის დროს საქართველო გამუსულმანდებოდა და დაკარგავდა კონსოლიდაციას. რადგანაც მართლმადიდებლობა ახდენდა საუკუნეების განმავლობაში ქართველების კონსოლიდაციას. არანაირი ადამიანის უფლებები, არანაირი მხოლოდ მეფის სიყვარული, არანაირი რაღაც კერძო საკუთრების მიმართ ინტერესი, არანაირი სასამართლო, არანაირი პროკურატურა, არანაირი რაღაც სხვა იდეალი. კონკრეტულად ქრისტიანობა და მართლა ჯერ ყველაფერი დავით აღმაშენებლის სიტყვები გაიხსენე დიდგორის ზოლის წინ. მეომარნო ქრისტესანო. რო არა თუ ეშმაკეს მიმდევრად არამედ თვით ეშმაკსაც დავამარცხებთ. ანუ აი რას თავ გვაქვს ჩვენ საერთოდ საქმე? ნუ თუ ესეთი დაუნახავები ვართ ხალხო. მე არ უარყოფ რომ პრობლემები დღევანდელ სარწმუნოებაში არის, ჩემ ეკლესიაშიცაა პრობლემები. ადამიანები ვართ. ადამიანის პრობლემები ახასიათებს. საერთოდ რატო უყურებთ რელიგიური ინსტიტუციის, რომ თითქოს ის უნდა იყოს სრულყოფილი სრულიად. ჩვენ ხო ადამიანები ვართ. ჩვენ ხო ემანაციაში ვიმყოფებით, ჩვენ ხო მატერიალური არსებები ვართ, ჩვენ ხო ზეცაში ხო არ აღმაღლებულ ვართ, ჩვენ ხო ქრისტე ხო არ ვართ, არა? ჩვენ რომ გზაზე ვდგავართ, ქრისტიანობა არის გზა ჭეშმარიტებამდე, ამას ამბობს უფალი. აი რატო გონიათ რომ ვიღაც სრულყოფილი უნდა იყოს და თითქოს აი მორწმუნეს ნებისმიერი ქმედება აბსოლუტურად ყველა იმაზე ასოცირდება რელიგიაზე?
რატომა დანაშაულებთ ღმერთს იმაში, რაშიც ღმერთის ბრალია? ღმერთმა მოგცა შენ თავისუფალი ნება. აწი, რასაც შენ გააკეთებ, შენ კისერზეა და შენ უნდა აგო პასუხი, მაგრამ ადამიანი ეგეთი არსებაა. ჩემ კისერზე არ უნდა იყოს ეს, ვიღაცას უნდა გადავაბარო, მეფეს, მთავარს, აზნაურს, ფეოდალს. არ არის ესე მეგობარო, არა. ეს არ ინტელექტუალურად არაგულწრფელი ადამიანია, თორე ზოგადად განათლებული შეიძლება იყო. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ სუფთა სულელია. რომელსაც ოპერატიული აზროვნების არანაირი კრიტერიუმი არ გააჩნია. მარტივ პროცესებს ვერ უკეთებს კოგნიციას, ვერ აკავშირებს საერთოდ. რა ჯანებად მინდა ეგეთი ნაკითხი ადამიანი. ლევან ბერძენიშვილსაა განათლებული. მაგრამ მაგას განათლებულობა ქვია? და ეგ არის ინტელექტი? ChatGPT არის განათლებული, მაგრამ ინტელექტუალი არ არის. რადგანაც მომავალში მოვა სამყარო, სადაც იქნება განათლება მხოლოდ, მაგრამ ინტელექტი აღარ იქნება და ინტელექტის საჭიროება იქნება. ინტელექტი ღმერთთან იმიტომ გწარ, შენ უნდა დაუკავშირო ეს პროცესები ერთმანეთს. ლიბერალს ეს კოგნიტური დისფუნქცია აქვს რეალ, ვერ ხედავენ სამყარო როგორია რეალურად. გაიგე? და იმიტომ აჯაბ სანდალს ატარებენ საკუთარ ტვინში. რა ყველაფერი იმის ბრალია, ამის ბრალია, ამის ბრალია. არ არის ესე. მორწმუნე ადამიანი შეიძლება იყოს ისეთივე აგრესიული და უფრო მეტადაც აგრესიული და ვიცით. ისლამი არის მაგის ნათელი მაგალითი და მასში არსებული რადიკალური შიიტურის ან ვიცით ხო მე რა მაგით რას ამბობ რომ ადამიანები როდესაც სეკულარისტები ყოფილან მთელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისტორიის განმავლობაში არ ხოცავდნენ სხვა ადამიანებს არ კლავდნენ არაფრის და ტოტემისტები რო იყვნენ არ მოუწყიათ ათეისტებს გენოციდი ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ისტორიაში ხო Olta rato კონკრეტულად ამიტომ ეს სამიზნეა ეკლესია არის სამიზნე გეუბნებით ამას. Ლადე როგორც ურწმუნო ადამიანი, ანუ აქ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის რომ თუ კი გწამს შენ აღარ კარგი იქნები და ბოროტებას აღარ ჩაიდებ, არ მოიტყუები, არ მოკლავ, არ იძალადებ და ასე შემდეგ. ანუ დაიცავ იმას, რაც არის არსი, თქვა ქრისტიანული მოძღვრების. ქრისტიანი თუ ხარ ჭეშმარიტი. თორე სხვა შეიძლება იბრალებდეს რომ ქრისტიანია კაცო და საერთოდ ამის გამიჯნა ხო უნდა შეგეძლო თქვენ. ღმერთმა იმიტომ მოგცა ჩვენ ახმისა და ეს რაციონალური დაზროვნების უნარი რომ წაკითხულიდან გააზრება შევძლოთ ამ ყველაფრის. რადგანაც ახალი აღთქმა ქრისტიანობა, ახალი აღთქმა კონკრეტულად მოდი დავანებოთ ძველ აღთქმას თავი, ხო ახალი აღთქმა არის ყველაზე მორალურად სრულყოფილი გამოცხადება ადამიანებთან და აღთქმა იმისა, რომ სიკეთე სიყვარული იმარჯვებს სამყაროში, რომ სინანული მონანიება არის შენი გზამკვლევი ცხოვრებაში. რომ ერთო გაგარტყავენ მეორე მიუშვირო შენ აბსოლუტურად მორალურ ადამიანს აყალიბებ მაგრამ ქრისტემ ეს უთხრა ადამიანს მაგრამ ადამიანი რამდენად დასრულებს ამის გამო ქრისტე შენ არ უნდა შეურაცხო ამის გამო შენ ქრისტეს არ უნდა შენ სარწმუნოება არ უნდა იყოს სამიზნეში იმიტომ რომ ერთია მე რა დაუდებ ადამიანს აი რომ მე შემიძლია ხა ბიბლია დაუდო ნებისმიერ ადამიანს და წაიკითხოს და სხვადასხვანაირად გაიგოს თუ ამაზე მაგალითად მას არ აქვს იმის კომპეტენცია და იმის ბიბლია თავადვე ამხელს რომ ყველა არ წიგნი თავისით არ განიმარტება. ბიბლია ამას ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, რომ წერილი თავად არ განიმარტება. ანუ ადგი ბიბლია წაიკითხო და ვა მე მორწმუნე ვარ, მე მესმის ეს ტყუილია. ამისთვის არსებობს ქრისტიანულ სამყაროში ტრადიცია, ესე ვთქვათ, გადმოცემითი, რომ არსებობენ წმინდა მამები, რომელიც ამას განმარტავენ. რომელსაც აქვს პირდაპირ სახთო გამოცდილება ამის, თელი ცხოვრების განმავლობაში ამას აკეთებდნენ. ივანე ოქროპირი, გრიგოლ ნოსელი, რა ქვია, ბასილი დიდი და ძალიან ბევრი ეგეთი, ხო? ამისთვის შენ განმარტება რომ მორალურად სრულყოფილი როგორ შევქონდა თორე ესე რომ ბრმად მიცე რა თქმა უნდა შეიძლება ტერორისტი გახდეს ის მაგრამ ამას ხას რატო არ უსმევ რომ იმან უნდა განმარტოს ეხლა ამას ცოდნოდა სა რელიგია შიგნით რა არის ხო გეუბნები ეხლა გიორგი მაისურაძე არის სოციოლოგი რა ვერას ფილოსოფოსი ესა სოციოლოგიურად აკრიტიკებს აჯაბსანდალი ანუ სრული აჯაბსანდალია ყველაფრის ამას ქვია ფილიპ ასტერინგი ანუ ყველაფერი ერთმანეთში აქვს არეული და ცდილობს ადამიანის ემოციას ისე შეეხოს რომ შეხედე ჯვაროსნები ხოცავდნენ მუსლიმ იმებს რა ქვია იმამებს და იმებს ნახე ჯვაროსნები რა ცუდები სოციოლოგიური კრიტიკით შენ ზიანს ვერ მიაყენებ ვერაფერს სოციოლოგიურად ნებისმიერი რამე შეგიძლია აკრიტიკო ამ სამყაროში ნებისმიერი რამ ლიბერალიზმი დემოკრატია ყველაფერი როგორი არის ადამიანი და როგორი ადამიანთა ჯგუფთა შეხედულებები კონკრეტულ ობიექტებზე ამიტომ ესეთ სისულელეები ხარ რასაც ამ ადამიანებს განვისვებ ეს არის წმინდა წყლის თითიდან გამოწოვილი ანუ რელიგიაში ჩაუხედავით ეს რელიგიაში შეხედული იყოს და ამ წმინდა წერილი იცოდეს ძალიან კარგად მიხვდებოდა იქ რასეუნება ამაზე რომ შე როგორ უნდა იყო ფრთხილად რომ მორალურ კომპას არ აცდე და არ გახდე და მაგალ ტერორისტად არ იქცე უბრალოდ ამას არ აკეთებს იმიტომ შეკვეთა აქ ესეთები არიან ლიბერალები ეს რელიგიამ ვერ მოახერხა პირიქით უამრავი ომი ხორციელდებოდა სწორედ რელიგიური ინსტიტუციების ეკლესიის სანქციით, მისი ლოცვა კურთხევით და ასე შემდეგ. ამდენად არაფერი გულდასაწყვეტი იმაში არ არის ფროიდის აზრით. აი ფროიდი.
ყველა ათეისტის თავშესაფარი ფროიდის აზრით. ფროიდს ბავშვობაში ახალგაზრდობაში ერთმა გოგომ არ მიცდა და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამას ღმერთს ადანაშაულებდა, რომ ეხა ღმერთი რო არსებობდესო ის გოგო ხო ჩემთან ერთად იქნებოდაო რა და ეს კომპლექსები მე აი ესეთ ადამიანებს ზირთა ათეისტების დიდი ნაწილსა კომპლექსები რა არასრულფასოვნების კომპლექსი და ყველაფერს აბრალებენ მე ღმერთს ანუ გულწრფელები რო იყო დიდი ნაწილი ათეისტების არის საკუთარ თავში შაკეტილი სამყაროზე გაბრაზებული კაცმაცუნა რომელიც ცდილობს რომ ყველა გამოვლინებაში რაც სამყაროს აქვს სამართლობა ყველაფერში ღმერთი დაადანაშაულოს ესეთი არის დოკინსი ერთ-ერთი ცნობილი ათეისტი ასეთი იყო ჩარლზ დარვინი მაგალითად რასულფასოვნების კომპლექსი ასეთი იყო ზიგმუნდ ფროიდი და ასეთია ესეც და ნებისმიერ ჰიჩენსები და ეგენი რო იყოთ ყველა რაღაც კომპლექსები რა რაღაც არასრულფასოვნება რაღაც ყოველთვის რაღაც სითბო რო აკლიათ ყოველთვის რაღაც ის აი რაღაც აკლიათ ყოველთვის მას და ყველაფერში კონკრეტული ობიექტი ყოველთვის არის ღმერთის კრიტიკა ან დღეს 80% მე ვისაც ათეისტებს ვიცნობ თუ ის მართლა ინტელექტუალი არა და მე არიან კაცო ინტელექტუალი ათეისტები რომლებსაც ძალიან საკმაოდ გამართული ფილოსოფიური მიდგომები აქვთ ასე და შეიძლება მოусვინო მათაც და მათ კრიტიკა კიდე სხვანაირია რა თქმა უნდა და იმ კრიტიკას კიდე სხვანაირად გაიგებ და სხვანაირად უპასუხებ მაგრამ ეს აჯაფსანდალი რასაც ეს ჩვენ გვასმენებს ეს არის სიცრუე. ეხლა ვინ არის გიორგი ვაისურაძე რეალურად ეხლა მარტი იმას გავაკეთებ ეხლა. რომ რელიგია კარგავს თავის გავლენას და ისტორიის ასპარეზზე. არასდროს არ გაქრება რელიგია არასდროს. ადამიანი მიმართული ყოფთისებით ყოველთვის. ეს არის უბრალოდ ისტორიული რეალობის ფუნდამენტი. ერთვის განმავლობაში შეიძლება ითქვას რომ მე ვიტყოდი რომ გაჩნდა ახალი საქართველო, ახალი ძლიერი. გიორგი ვაისურაძე ფილოსოფოსი აქციაზე დგას. აი ეს არის ხალხო ილიაუნი. აი ეს აშტარებენ თქვენ შვილებს შემოკარგო, აი ეს სუფთა წესიერი ჯანსაღი ქვეყანა, ჯანსაღი. აი სუფთა და ჯანსაღი ქვეყანა როგორი ეხა განახებთ ამის წარმოადგენელი. საზოგადოება მისი ჩასახვის პროცესი იყო ალბათ გაზაფხულზე და აი ეხა ამ ერთ თვეში მართლა უკვე მთელ საქართველოს მოედო აი რაღაცა თვით ფილტრაციის ხო თვით ფილტრაცია დაწყებული ბნელი რელიგიური ხალხი უნდა გადავშენდეთ და გიორგი მაისურაძის ნაირები განვითარებულები უნდა იყვნენ საქართველოს მართლობაში. პროცესია ერთ მხარეს რჩება ეს კორუმპირებული, რა ვიცი, სინდის ნამოს გარეცხი მოძალადე პატარა უმცირესობა რომელსაც ხელთ უპყრია მთელი ძალაუფლება და ვერ ხვდება რომ უნდა თავს უშველოს ბიჭო ძალაუფლება თუ ჩვენ ხელშია თავს რატომ უნდა უშველოთ ანუ სერიოზულად ტიპა რა თქვა ნახეთ ხელთ უპყრია ხელა ძალაუფლება და თავს უნდა რატომ რა გვაქვს საშველი თქვენ გაქვთ საშველი მე ჯერ ეგეთი მეჭება უმცირესობაში ჩვენ ვიყოთ ალბათ უმრავლესობაში ვართ თან მართლა და მეორე მხრივ აი მართლა გაჯანსაღებული აი ამ მრავალწლიანი დეзинფორმაციისგან ცილისწამებისგან ხო აი ეგეთი ახალგაზრდობა ან ძალადობისგან კორუფციისგან გათავისუფლებული და გაწმენდილი საზოგადოება აი ბატონო გიორგი აი ესა დიდი მიღწევაო ბატონმა გიორგი ვინ არის გიორგი მაისურაძის მიერ წარმოდგენილი ლიბერალი აი პირდაპირ მინდა მანიკენი განახოთ ხა ამის რა როგორ თქვენი ასეთ ხა აი როგორი არის ეგეთი გიორგი მაისურაძის მიერ წარმოდგენილი ხა ახალგაზრდა რომელიც არის განვითარებული ახლა განახებთ აი მანქანაში ჩატერმა უფრო ძალადობრივი იყო იმიტომ რომ ზუგზე და რა კაცია ქალ რა არსება არის რა რანაირი საერთოდ მარტო ლიბერალებზე რატო საუნკითხოს რა არსება ვერ ვიგებ ვერასდროს რა თმები აქ აი ბევრ გოგო შეშურდება ისეთი სწორი ანუ აი სალონში რო ისინი არიან აქ თმებს ვინც უსწორებენ მაგათაც რანაირად დაიყენა ესეთი აი პათოს დააკვირდით აი თვალებს დააკვირდით ხა რა როგორი უემპათიო აი ემპათიისგან ყოველად დაცლილი აი დააკვირდით რა და ერთი პოლიციელი და მე რო ვეკითხებოდი რატომ დააკავეთ ან ეს ადმინისტრაციული იყო თუ სისხლი იყვნენ ჩუმად საერთოდ ჩუმად იქნებოდა ვერც გაიგეს რა არსება უსვავდა მაკითხოს რა თქმა უნდა პოლიცია ჩუმად იქნებოდა საიდან მოყავთ ეს ტვ პირველი ესეთები ბიჭო ხომ მიხვდით რომ ესეთები წარმატებას ვერ აღწევთ ანუ სუსტია უბრალოდ სუსტი სოციოლოგია ხო გესმით დარვინიზმი იცით სოციალური დარვინიზმი არის სოციალური მიმდინარეობა რომელიც ეუბნება რომ ძლიერები და სუსტებს შორის სუსტები გადაშენდებიან და შენ თუ გინდა იყო ბზაცულებებისთვის ხო ძლიერი უნდა იყო ჩემო მეგობარო და არავი ამით აპირებთ უმრავლესობაში გადმოსვლას აი დააკვირდით ახლა მე მინდა უბრალოდ ვერ გავიგე რა არის ეს რა XY რა არსება მე ვერ გავიგე და ესეთი გმირებით აპირებთ აპელირებასა და რაღაც ხელისუფლების გრევას და რაღაც ახალი ნოუ-ჰაუ შექმნა საქართველოში როგორ გეკადრებათ ხალხნო აი მე მინდა მივმართო მშობლებს
აი ეს უნივერსიტეტები მე თუ მკითხავ თუ დასახურია 80%. აი როგორ უნდა დაილუქოს იცი უნივერსიტეტები, აი დიდი ბოქლომი უნდა მიარტყა და წიხლიძედ მიაყოლო რა. რომ აი ეს ლექტორებიან, ისე სულ გაყარო და პირდაპირ, აი მე პირდაპირ მე რუსეთს მე მინდა ოფიციალური წერილი გავუგზავნო. რომ აღდგეს რკინიგზა მინდა აღვადგინო რუსეთ საქართველოს შორის, აი მე ვარ მაგის ინიციატორი. და მე მინდა ეს ქართველი აკაცუკები, გეი მილიტარისტები, ლიბერალები, ეს ერთი ხროვა, ხო? მინდა ავიყონ და მინდა გავაციმბირო. მინდა აი მაგადანში უკანასკნელი მინდა ახალი იმპერია შექმნან იქ. იმიტომ რომ ეს არის ყოველად საზიზღარი სარეველა ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც ხალხო თქვენ შვილებს ღვპავს. აი ესეთების გვერდზე გაზრდილი თქვენი შვილები მომავალ საქართველოს ვერ მიცემენ. ამას რომ მე თქვენ გეუნებით, ხო? მე ვსაუბრობ ამას საქართველოს ინტერესებიდან და მისი გადმოსახედიდან. აი ესეთი ქათმები თქვენ ვერაზროს ვერ ჩამოაყალიბებენ ისეთ საზოგადოებას, რასაც კავკასიური და რასაც ქართული ქვია. და პლიუს დამატებული კიდე ესეთი ისენი, რა ქვია, ლექტორები. რომლებიც ნახეთ რა შვებიან აქვს, სუდი კი არ მომავალ, ხა ამაზე კი არ მითქვა შეურაცხყოფ არაფერი მიუყენებია, კაცმა კრიტიკა გააკეთა, მე მაგ არ მიწოდებიო, რომ ამადმე შეურაცხყოფ მიაყენა, მაგრამ მე რა სარეველას გეუბნებით, რაზე ნერგავს ახალგაზრდობაში. ეს არის ნარატივი კონკრეტულად, რომ შენ მაქსიმალურად გახდე და მაქსიმალურად ამოიღო ობიექტში ეკლესია. რა თქმა უნდა, ეს არის ინტელექტუალური აჯაფსანდალი, ეს არ არის აზროვნება. ეს არის ინტელექტუალური აჯაფსანდალი, რამაც ეს მოაწყო და ძალიან კარგი რბილი კრიტიკა მას მე მივანიჭე. ჯერ ჩამოყალიბდეს რა არის სოციოლოგია, რა არის რელიგია, რა არის რელიგიათმცოდნეობა და რა არის თეოლოგია. ეს განსხვავებული ტოპიკები ერთმანეთისგან. ათეის შენ ელაპარაკები რელიგიურ თემატიკაზე, სხვა სახის დენომინაციას უშუალოდ თეოსოფიურ და თეოლოგიურ იმაზე რა ქვია სარჩელზე და ასი განსხვავდება ყველაფერი ერთმანეთისგან. ანუ ყველაფერს ესე ბრმად თემიდან თემაზე ვერ იხტუნავებ. უნდა აირჩიო კონკრეტული გეგმა, კონკრეტულად ტოპიკი, ანუ საკითხი და იმის გარშემო იტრიალო. ესე მე ისიც მინდა და ისიც მინდა და ყველაფერს ერთ მაშინ რა ქვია სიფრთხეში ჩავატევ და ამას ახლა შევტენი საზოგადოებას რომ ყველაფერში რელიგიაა დამნაშავე. ეს არის რაც მეტყოლებს იმაზე რომ კონკრეტული ობიექტი და კონკრეტული მტრის ხატი იმისთვის არის სარწმუნოება და ეკლესია. და პოზიტივებს არ საუბრობს იმაზე რომ კონსოლიდაცია მთელი საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობას ჰქონდა, რომ ქრისტიანული ეკლესია მონასტრების დამსახურება იმ ფილოსოფიისგან ვითარებად საქართველოში არსენ იყალთოელი და არ მინდა გრიგოლ ხაცთელები და ეგენი მოვიყვანო, რომ სწორედ ქრისტიანობის დამსახურება ელემენტ წერა რო ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანობის დამსახურება ესეთი მორალური ხალხი ჩამოგვაყალიბა და ტოლერანტი ბევრის მიმართ. ამას რატო არა, იმიტომ რომ არ გაწყობთ, იმიტომ რომ ლიბერალები ხართ ჩვეულებრივი კომუნისტები. კომუნისტები, რომლებიც ებრძვით, როგორც კომუნისტები რელიგიას და ქრისტიანობას ებრძვიან, ისე ებრძვით თქვენ. აქედან გამომდინარე, მე პირობას გაძლევთ, მე როდესაც მე მთავრობაში მოსვლის პირველ დღეს, მე რუსეთს წერ, მაგაზე წერ, ახალი რკინიგზა უნდა გავიყვარო და ყველა ესენი ავყარო აქედან მოღალატეები ქვეყნის, აი ეს სარეველა ლიბერალური სიგიჟეები, რაც არის და მე მინდა გადავასახლოს საქართველოს სამუდამოდ. შორს საქართველოსთან ისეთი აზროვნება, რაც ეწინააღმდება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ შინაარს და ფუნდამენტურ ღირებულებებს. ვინც ამის წინააღმდეგ ოდესმე წავა, არ მადარდებს ლექტორია, ფილოსოფოსია, ვინც ბრძენკაციც გინა ის იყოს. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წამსული ადამიანი არის საქართველოს ინტერესების მტერი და საქართველოს ყველა ინტერესების მტერი აგებს საკადრისად პასუხს ამის გამო. მოვა ეგ დროც. მოვა. კიდევ აი დაიქოქება ის მატარებელი, კიდევ დაიქოქება. რავი მეგობრებო, მე მინდოდა სულ ილუსტრაცია მენახებინა და მენახებინა რომ არიდეთ ესეთ ლექტორებს თქვენი შვილები, არიდეთ ესეთ იმებს, რადგან გაგირყვნიან და თქვენ გონებას აბსოლუტურად დაუნგრევენ ცნობიერებას თქვენ მომა. ქართველი უნდა იზრდებოდეს ქრისტიანულად, ქართველი უნდა იზრდებოდეს ვაშკაცურად და ჯელტმენურად, ქართველი უნდა იყოს ამაყი, ქართველი უნდა იყოს ფიზიკურად და სულიერად ძლიერი, მან არ უნდა მიიღოს ნარკოტიკები, ის უნდა ვარჯიშობდეს, ის უნდა იყოს გონებრივად ყოველთვის აქტიური და ის უნდა გამოადგეს რაც თავი ამ ქვეყანას. აი ეს არის ჩემი მესიჯი მეგობრებო. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ესეც საქართველოზე უნდა ვიოცნებოთ და არა აი ესეთ გენეტიკურ გაუგებრობაზე, რომელიც ეგა ჩემიღად ხელმარჩენია, რომელიც მე ვერ გავიგე საერთოდ რაჭიში ცხოველია. არ ვიცი როგორ მოიხსენიო. რაზეც არ თავის სახელი დაურთო, არ ვიცი. რავი, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხიასე ინსტაგრამზე გამოყვებით, აღწერა შევინთითებული და ხო, დროებით მეგობრებო, დროებით. სიმართლის ხაროს იყო ყოველთვის.